სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. დღევანდელ დღეს ზობის სახურებაზე წაკითხული იქნა სახარება, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ მოხდა ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ხოლო უწინარეს 6 დღისა ვნებისა მას მოვიდა იესო ბეთანიად, სადა იგი იყო ლაზარე მომკვდარი, რომელი იყო აღადგინა მკვდრეთით. ეს იყო იესო ქრისტეს მიწიერი მსახურების მეოთხე პასუხი. მას შემდეგ რაც ქრისტემ დაიწყო მსახურება, ესე იგი ნათლისღების შემდეგ და დაიწყო საზოგადო მოღვაწეობა, შეიძლება ესე ითქვას, ეს იყო მეოთხე დღესასწაული პასუხისა, როდესაც მაცხოვარი ადის იერუსალიმში. თქვენ იცით, რომ მაცხოვარმა გააცოცხლა 4 დღის მკვდარი ლაზარე, რომელიც აყროლებული იყო, უკვე ყარდა, ყროლსო პირდაპირ წერია, გახსნას იწყებდა და ისეთი მკვდარი გააცოცხლა. ამის შემდეგ იგი განერიდა ადამიანთაგან და იორდანის გაღმა მხარეში იმყოფებოდა ცოტა ხნით და შემდეგ ისევ დაბრუნდა იერუსალიმში და გზად გაიარა ბეთანიაში. ლაზარე და მისი სახლებულობა იყო ქრისტეს ახლობლები. წერია ქრისტეს უყვარდა ლაზარე და მართა და მარიამ, მისი დები. ლაზარე როდესაც გაცოცხლდა, შემდეგ ის კიდე 30 წელი ცოცხლობდა, იყო კვიპროსის ეპისკოპოსი და აღესრულა. მისი წმინდა ნაწილები პირველად კვიპროსში განისვენა და შემდეგ გადაიტანეს კონსტანტინოპოლში, სამეფო ქალაქში. და მოუმზადეს მას მომსერი და მართა მსახურებდა მას, ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინახეთაგანე მისთან. ადრეც არის მაცხოვარი ხშირად დადიოდა ხოლმე ამ ოჯახთან სასტუმრებლად, სტუმრობდა ამ ოჯახს და ეხლაც მივიდა და თან ნახეთ რა ხდება, ლაზარეს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს ისრაელელებმა, რადგანაც გაიგეს, რომ 4 დღის მკვდარი კაცი წარმოიდგენთ 4 დღე რო კაცი მოკვდება, რომ დაასაფლავებენ და სასაფლაოდან რო აღდგება და გაცოცხლდება. ის კი არა მოკვდება და 9 საათში გაცოცხლდება. 4 დღის შემდეგ პალესტინის სიცხეში წარმოიდგენთ გახსნა, რომ დიდი სისწრაფით მიდის. და ამიტომაც ის განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში იყო იმ დღეს. ხოლო მარიამ მიიღო ლიტრით 1 ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოისა მრავალსასყიდლისა და სხვა ფერხთა იესოსთა და თვისათვისითა წარსხოცა ფერხნი მისნი და სახლი იგი ყოვლით აღივსო სუნელებითა ნუ ნელსაცხებელისათა. მარიამმა ერთ-ერთმა დამ აიღო ნელსაცხებელი და ზოგიერთი წმინდა მამა, რომელიც განმარტავს ამ ადგილს, იძახის, რომ ეს იყო ის ნელსაცხებელი, რომელიც ლაზარეს შემურვის დროს დარჩა ოჯახს და სცხო მაცხოვარს ფეხებს. ეს იყო ერთგვარი წინასწარმეტყველება, რომ მაცხოვარი უნდა ჯვარზე ვნებულიყო და მომკვდარიყო. თქვა ვინმე ერთმა მოწაფეთა მისთაგანმა, იუდა სიმონისამ, ისკარიოტელმა, რომელსა ეგულვებოდა მიცემა იმისი. რაისათვის ნელსაცხებელი ესე არა განისყიდა 300 დრახკანის და მიეცა გლახაკთა, ხოლო იესო რქვა, ხოლო ესეს თქვა, არა თუ გლახაკთა რაიმე ზრუნვა ედვა გულსა მისა, არამედ რამე თუ მპარავი იყო და გვადრუცი იგი მისა ჰქონდა და შთასადებელი იგი მას კიდეა. იუდა სიმონის ძე იყო ისკარიოტიდან. ქალაქი ესეთი დასახლებული პუნქტი იყო, ამიტომ ერქვა იუდა ისკარიოტელი. იგი პირველად იესო ქრისტემ აირჩია 12 მოწაფესთან ერთად, თქვენ გახსოვდა, როდესაც მაცხოვარი განმარტოვდა მოციქულთა გამორჩევის წინ, მთელი ღამე ლოცვაში გაატარა მთაზე, შემდეგ ჩამოდის მთიდან და იძახის, რომ 12 მოციქულს გამოარჩევს და მეხსეულად იძახის, ერთ-ერთი თქვენგანი მე გამყიდისო. იუდა იყო პირველი მოციქულთაგანი, მოციქულებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული და მას ჰქონდა საკმაოდ დიდი პატივი მოციქულებს შორის. მას ებარა მოციქულთა საერთო ფული. ანუ რასაც შეწირავდნენ ქრისტეს და მოციქულებს, მოციქულები ყველანი აბარებდა იუდას ამ ფულს. იუდა იპარავდა აქიდან ფულს, პარავდა თავის ძმებს, მოციქულებს, პარავდა იესო ქრისტეს განკაცებულ ღმერთს. და ბოლოში იქამდე მივიდა, რომ ფულის გულისთვის ქრისტეს კი გაყიდა. აი ამიტომ არის პარვა, დიდი ცოდვა და ვერცხლის მოყარება კიდე იმაზე დიდი ცოდვა და ნახეთ ვერცხლის მოყარებამ იუდა სადავდე მიიყვანა, რომ განკაცებული ღმერთიც კი გააყიდინა. ბოლოს თქვენ იცით, რომ იუდამ რითი დაამთავრა თავისი სიცოცხლე, ჩავარდა სასოწარკვეთილებაში მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, როდესაც ქრისტე გაყიდა, როდესაც გაიაზრა ეს ყველაფერი და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა არათუ შენდობა ითხოვა, როგორც ამას პეტრე მოციქული აკეთებს და
შენდობას ითხოვს და ქრისტე პატიობს, არამედ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და თავი ჩამოიხრჩა. ნახეთ, იუდას ნათქვამიდან პირველი დანაშაული ის არის, რომ მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ უპატივცემულობა მაცხოვრისადმი. ნახეთ, რა სიძახის, არ ჯობიაო ამას რომ დავასხითო ეს ნელსაწყებელი ფეხებზეო, რომ გაგვეყიდაო, 300 დრახკანი მოგვივიდოდა და გლახაკებს დაურიგებდითო. და სინამდვილეში წერია, რომ ესო იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკები ეწოდებოდაო, მაგიტო არ უთქვია, არამედ მყარავი იყო. და ყველაზე მთავარი, ნახეთ, თუნდაც ის, რომ მას მართლაც გლახაკებისთვის ეთქვა, აქედან მისი ამპარტავნება ჩანს. მან თავისი საქმე, რომელსაც ის ვითომ სიკეთეს აკეთებდა, რომ გაეკეთებინა კიდეც და მართლა გლახაკებისთვის რომ დომებოდა, ამპარტავნებით გამოსდიოდა, რადგანაც ყველა მოციქულები ჩუმად არიან და ის გამოდის ვითომ მათზე კეთილია და იძახის, ვითომ სხვები ვერ მიხვდნენ ამას და თვითონ მიხვდა, რომ არ ჯობდა ტყუილა დაღვრას გაგვეყიდა და გლახაკებისთვის მიცემო. ანუ აქედან მეორე ესეთი უარყოფითი მომენტი ჩანს. პირველი უპატივცემულობა, როგორც გითხარით, მაცხოვრისა, მეორე ის, რომ ის ამპარტავნებას გამოავლენს თავისას, ამ თავისი სიტყვები და ყველაზე მთავარი, მესამე. თავარი ის იყო, რომ მისი სულიერი მდგომარეობა იყო უფრო მძიმე, ის იყო მყარავი და იპარავდა თავის ძმების ფულს, მოციქულებზეა საუბარი და იესო ქრისტეს პარავდა ფულს. და თქვა იესო, უტევე მაგას, დღეს დაფლისა ჩემისა, დამიმარხა ეგე. ეს იყო წინასწარმეტყველური ქმედება, რომელიც ღვთისაგან მიეცა მარიამს, ლაზარეს დას, რაც ქვემოთ უკვე მოგახსენეთ. აგზნა უკვე ყოველმან ერმან ჰურიათამან, რამე თუ იესო მუნარს მოვიდეს, არა ხოლო თუ იესოსთვის, არამედ რაითა ლაზარეცა იხილონ, რომელი იღი აღადგინა მკვდრეთით. ხოლო ზრახვაყვეს მღვდელ მოძღვართამად, რაითა ლაზარეცა მოხლა. რამე თუ მრავალნი ჰურიათაგანი მისთვის მოვიდეს და ირწმუნებდეს იესოსთვის. ესე იგი ნახეთ რა ხდება. გაიგეს რომ იესომ გააკეთა სასწაული, ეს მართლა უდიდესი სასწაული იყო, მაცხოვარმა გააცოცხლა 4 დღის მკვდარი, უკვე ხწნა დაწყებული ადამიანის გვამი აღადგინა, ლაზარეზეა საუბარი. ეს ამბავი ელვის ისტრაბით გავრცელდა მთელ იერუსალიმში და მთელ ისრაელში თითქმის და ყველანი მოდიან სანახავად არა მარტო ქრისტესი, არამედ ლაზარეს. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ სასწაულის შემდეგ უფრო მეტი ხალხი ემოწაფება იესოს. ფარისევლებმა და სადუკეველებმა შურის გამო და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით გადაწყვიტეს მოეკლათ იესო ქრისტე და მოეკლათ ლაზარე. ნახეთ, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, რომელიც ძალაუფლების მოყარეა და რომლის მთავარი მიზანი არის ძალაუფლების მყრობა. ამ დროს ადამიანმა შეიძლება განკაცებულ ღმერთზეც კი აწიოს ხელი. დღევანდელი სახარება ამის ნათელი მაგალითია. და მეორე დღეს ეს ხვალისაგან ერი მრავალი, რომელ იგი მოსულნი იყვეს დღესასწაულსა მას, რამე თუ ესმა ვითარმეთ იესო მოვალს იერუსალიმ. მოეღეს რტოები დანაკის კუთთაგან და განმიდეს მიგეგებად მისა. ღაღადებდეს და იტყოდეს, ოსანა კურთხეულარს მომავალი სახელითა უფლისაითა, მეუფე ისრაელისაი. და პოვა იესო ვირი და დაждდა მასზე და ვითარცა წერილარს. ნუ გეშინი ნასრულო სიონისაო, აჰა ესე რა მეუფე შენი მოვალ შენდა და ზეზის კიცა ვირისას. ეს შეხვედრა, რომელიც მაცხოვარს მოუწყეს იერუსალიმში შესვლისას, იყო მოუმზადებელი. ფაქტიურად ყველაფერი მოხდა უცმად. ეს იყო გულიდან ამოსული ადამიანთა სურვილები, აი პირდაპირ ესე უცმად, უცაბედად მოხდა ეს ყველაფერი, მაცხოვრის შესვლა, ხალხის გამოსვლა და ყველა თავის შინაგან გზნობებს ცდილობენ რომ გამოხატონ გარეგნულად. ხალხი ისე ხვდებოდა მაცხოვარს, როგორც თავის უსაყვარლეს მეუფეს, როგორც თავის უსაყვარლეს მეფეს და ამავე დროს იძახდნენ ფსალმუნის სიტყვებს, რომელიც მესვისთვის იყო განკუთვნილი. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათო. ეს სიტყვები 117 ფსალმუნიდან არის, პირდაპირ მესიაზეა საუბარი. ამან კიდევ უფრო გააღიზიანა ფარისევლები და სადუკეველები, სინოდრიონის წევრები და ისინი კიდევ უფრო მეტად გაბოროტდნენ. ქრისტე მართლაც მესია არის, მაგრამ ისრაელთა შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი მესიას ელოდებოდნენ მიწაზე. ებრაელები ფიქრობდნენ, რომ მოვიდოდა პიროვნება, რომელიც მათ გაანთავისუფლებდა რომაელთა ბატონობისაგან და მე მინდა შეგახსენეთ, რომ ამ დროს პალესტინა იყო რომის ერთ-ერთი პროვინცია, რომის იმპერიის. ისინი საკმაოდ იჩაგრებოდნენ რომაელებისაგან, ამიტომ ფიქრობდნენ, რომ მოვიდოდა კაცი, რომელიც გაანთავისუფლებდა ისრაელებს, გახდებოდა მათი მეფე, ააჯანყებდა მათ, ჩაუდგებოდა სათავეში და გადააგდებდა რომაელთა უღელს და უფრო მეტი,
ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს მეფე მათ მთელ სოფლიოში გააბატონებდა. სამწუხაროდ დღესაც ესე ფიქრობენ და ელოდებიან მესიას, თუმცა მესია უკვე მოვიდა და ჩვენის მივიღეთ. ესაია და ზაქარია წინასწარმეტყველთა სიტყვით, კვიცზე ამხედრებული შევიდა მესია მხსნელი და მეფე ისრაელისა სიონში. სიტყვები როდესაც წავიკითხეთ, ნუ გეშინია ასულო სიონისაო. აქ სიონი აღნიშნავს იერუსალიმს ძველ აღთქმაში და ასევე ძველი აღთქმის ეკლესიასაც. სიონის ასული კი ნიშნავს ახალი აღთქმის ეკლესიას. ანუ ძველი აღთქმის ეკლესიამ მოამზადა კაცობრიობა მესიის მისაღებად. მთელი ძველი აღთქმა ეს იყო მესიის მოსასვლელად კაცობრიობის მომზადება. უფალი ამისათვის აგზავნიდა წინასწარმეტყველებს, რომლებიც სულიწმინდის მადლით დაწრულებით აღწერდნენ, როგორ უნდა შობილიყო მესია, სად უნდა გაჩენილიყო, როგორ უნდა მოსულიყო, როგორ უნდა ეცხოვრო, როგორ უნდა გაევლო მის წლებს ცხოვრებისას და აი ეს მომენტიც, რომ მესია კვიცზე ამხედრებული შევიდოდა იერუსალიმში ოქროს კარებით, ესეც ნაწინასწარმეტყველები იყო და ეს წინასწარმეტყველება ახდა. მესია მოვიდა, ძველი აღთქმის ეკლესიამ ფაქტიურად შეასრულა თავისი მისია და იგი შეცვალა ახალი აღთქმის ეკლესიამ, რომელიც იესო ქრისტემ თავისი სისხლით გამოისყიდა, თავისი სისხლით დაადგინა გოლგოთაზე დაღვრილი სისხლით და დღესაც თავისი სისხლით ზრდის და აპურებს მას წმინდა ზიარების სახით. ხოლო ესე რა ეცნა მოწაფეთა მისთა პირველად არამედ ოდეს იდი და იესო, მაშინ მოეხსენა რამე თუ ესრე წერილი იყო მისთვის და ესე უყვეს მას. და ეწამებოდა მას ერიგი, რომელი იყო მისთანა, რაჟამს ლაზარეს უწოდა საფლავი და აღადგინა იგი მკვდრეთით. ლაზარეს აღდგინება, ლაზარეს გაცოცხლება ეს იყო უდიდესი სასწაული, რომელიც იესო ქრისტემ მოიმოქმედა მრავალ სასწაულთა შორის. მაგრამ ეს სასწაული მე ალბათ ამაზე ცალკე საუბარი უფრო კარგი იქნებოდა, ჩვენ ალბათ მოვამზადებთ ამაზე თვითონ ლაზარეს აღდგინების შესახებ. წმინდა იოანე ოქროპილსა აქვს ძალიან წყინვალე ქადაგება. მე მოკლედ გეტყვით, რომ აქედან პირდაპირ ჩანს ქრისტეს ღმერთობა, როდესაც ის ლაზარეს აცოცხლებს. ადამიანისათვის სიცოცხლის დაბრუნება არავის არ შეუძლია გარდა ღმერთს. მართალია იყო წმინდათა ცხოვრებაშიც, ახალ აღთქმაში, იყო ძველ აღთქმაშიც შემთხვევები, როდესაც იქ ილია წინასწარმეტყველებმა და სხვა შემთხვევებიცაა, როდესაც ადამიანთა ლოცვით სიცოცხლე უბრუნდება რომელიმე პიროვნებას. მაგრამ ნახეთ რა ხდება ამ დროს, ყველა ადამიანი, რომელიც აცოცხლებდა სხვა რომელიმეს, ან საერთოდ სასწაულს მოიმოქმედებდა ხოლმე, იჩოქებდა, ევედრებოდა უფალს, თხოვდა მას სასწაულს, რომ ღმერთს გაეცოცხლებინა ადამიანი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ღვთის მიერ ადამიანის გაცოცხლება. ლაზარეს აღდგინების დროს კი უფალმა პირდაპირ ეუბნება, ლაზარე, გამოდი გარეთ. ანუ იესო ქრისტე ამ სიტყვებს წარმომთქვას, როგორც ყოვლის შემძლე ღმერთი. აქედან პირდაპირ ჩანს ეს სიტყვები. ამ სიტყვებიდან ქრისტეს ღმერთობა. რა ზნეობრივი და დოგმატური გაკვეთილების და სწავლის მიღება შეიძლებოდა დღევანდელი წაკითხული სახარებიდან. პირველი, ნახეთ, იუდა რას ეუბნება, როდესაც მარიამი ფეხებზე ძვირფას ნელსაცხებელს ცხებს მაცხოვარს. განაუკეთესი არ იქნებოდაო ეს ფულიო, ტყუილა იღვრებაო, ნახეთ ფეხებზე უსვავენ ქრისტესო და განაკაი არ იქნებოდაო, რომ ეს გაგვეყიდაო 300 დრახკანი გვეყიდა და გლახაკები დაგვეპურებინაო. მსგავსი სიტყვები განა დღესაც არის მის. სულ ცოტა ხნის წინ არ გახსოვთ, როდესაც გამოდიოდნენ და ლაპარაკობდნენ, აი ამდენი ეკლესიები შენდება. ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე ეკლესიას ხუხულებსაც ეძახდა. პირდაპირ გაზეთებში წერდნენ. ჯურიანი ხუხულებიო. ერთ-ერთი ადამიანი იქამდეც კი მივიდა, რომ წმინდა სამების ტაძარს პირამიდა უწოდა, წარმოიდგინეთ. და ლაპარაკობდა ტელევიზიით, ამტყუნებდა პატრიარქს, ამტყუნებდა ეკლესიას, რომ აი ეკლესია, ნახეთ რამხელა ფულებს ხარჯავს. ხალხო, ამხელა ფულს ეკლესიის აშაშერენ არ ჯობდა ეს მშივრებისთვის და მე გადაგვეცაო? ნახეთ როგორ აგავს ესეთი ადამიანების სიტყვები იუდა ისკარიოტელის სიტყვებს. იანე ოქროპილსა ქადაგება, სადაც მის დროსაც ყოფილან ესეთი ადამიანები. ეს ერთხელ კი არ იყო იუდა, ესეთი იუდები ყოველთვის იქნებიან. ისინი ყოველთვის გაიმეორებენ იუდა ისკარიოტელის სიტყვებს, მის ქმედებებს. და იანე ოქროპილის დროსაც ყოფილი ესეთი ადამიანი და წმინდა მამა იძახის, რომ ამასო იმიტომ კი არ იძახიანო ეკლესიის შენებლობას რომ დაინახავენო და როდესაც ხედავენ რომ მოსახლეობაო ძვირფას ძღვენს გაიღებს ეკლესიის შესამოსლა და ხატების შესამკობადო, ამას იმიტომ აკეთებენო შურითო რომ ხედავენ რომ ეს ფული მათ ხელში არ არის. როგორც იუდას ხელიდან იკარგებოდა ის 300 დრახკანი და მას უნდა მიეთვისებინა ის, აი ასევეო
ეს ხალხი ხედავსო, რომ ეს ფული მათ ხელში არის და ამიტომ ლაპარაკობენ. მეორე გაკვეთილი, რომელსაც ჩვენ დღევანდელი სახარება გვაძლევს. ნახეთ, ცრურ წმენას, არასწორ სწავლებას, განსაკუთრებით რელიგიურს, როგორ დაღუპვამდე მიყავს ადამიანი. ნახეთ, სინოდრიონში და საერთოდ ისრაელელები ფიქრობდნენ, რომ და სინოდრიონი განსაკუთრებით ფიქრობდა, რომ მოვიდოდა მესია, რომელიც მათ გაანთავისუფლებდა რომაელთა ტყვეობისაგან, ააჯანყებდა ებრაელებს, ჩაუდგებოდა სათავეში ამ აჯანყებას და გადააგდებდა რომაელთა უღელს. ისინი ქრისტეს ელოდებოდნენ მიწიერად, არასწორად, ანუ არასწორი რელიგიური მიდგომა ჰქონდათ. და ნახეთ, ამის შედეგად სადამდე მივიდნენ, რომ ქრისტე ჯვარზე გააკრეს და განკაცებული ღმერთი მოკლეს. აი ასევე არასწორი სარწმუნოებრივი მიდგომა თუ ის გაღრმავდა და თუ მას დროზევე არ ეშველა, დამღუპველად მოქმედებს ადამიანის სულზე. ამან შეიძლება ადამიანის სული საბოლოოდ დაღუპოს. მესამე გაკვეთილი, რომელიც ალბათ დღევანდელი სახარებიდან შეიძლება ავიღოთ. ნახეთ, როდესაც მაცხოვარი შედის, მთელი ქალაქი გამოეფინა, სხვათა შორის ეს დღესაც მსახურების დროს ვახსენეთ, როდესაც ყველამ ერთბაშად ბზები აღმართეს და კურთხევა უნდოდა და ერთმანეთს აწუხებდნენ და ხმაურიც ატეხეს. ზუსტად ესე იქცეოდნენ იერუსალიმში შემოვალ ქრისტეს, როდესაც ხდებოდა მოსახლეობა. და ნახეთ, რა სიტყვებს იძახიან: ოსანა მაღალთა შინა კურთხეულარს მომავალი უფლისა. აკურთხებენ ქრისტეს, მას მიიჩნევენ მეფედ, მესიად, მხსნელად, გადამრჩენად. და ერთი კვირის შემდეგ იგივე ხალხი, ნახეთ რა სიძახის, როდესაც ეუბნება ვინ გავათავისუფლო, ბარაბა თუ ქრისტე, ბარაბაო კვირიან, როგორო ქრისტე არ გინათო, თქვენი მეუფე არისო, თქვენ ხო მასო მეფეს ეძახდითო. და პასუხი ხალხის: არ გვივი ჩვენ მეუფე თვინიერ კეისრისო. და კვირიან ჯვარს აცვიგიო. და კიდე მეც უმატებენ, მაგის სისხლი ჩვენზე და ჩვენ შვილებზეო. აი ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ხალხის არჩევანი და ხალხის გადაწყვეტილება. მე კიდე მეორე ხალხის არჩევანს მოგიყვანთ, როდესაც მოსე წინასწარმეტყველი ასულია მთაზე, დაბლა ისრაელთა ბანაკი არის, მოსე 40 დღე მარხულობს წინასწაზე, უფალი ეცხადება მას, აძლევს ათმცნებას ორ ფილაზე, ამ დროს ხალხი დაბლა მთის ძირში იწყებს დრტვინვას, ბუზღუნს და ეუბნება: მოსე მოკვდა, რა გვინდა ჩვენ ღმერთი, რა გვინდა რომ გამოგვიყვანეთ, ჩვენ ყავს ჩვენი ღმერთი და აკეთებენ ბაალის კერპს. და თავისი ნებით, ანუ აკეთებენ ეშმაკის კერპს და თავისი ნებით ხალხი ირჩევს ეშმაკის თაყვანისცემას. აი მეორე ხალხის გადაწყვეტილება. ამიტომ, როდესაც ლაპარაკია საზოგადოებრივ აზრზე, უმრავლესობაზე, ყოველთვის უნდა ვიყოთ ფრთხილად. როდესაც რაიმე გადაწყვეტილების მიღებას დავიწყებთ, ჩვენ გარშემო მყოფთა აი რაღაცაა გადასაწყვეტი, თქვათ, ქვეყნის პრობლემა რაღაც. პირველ რიგში უნდა ვილოცოთ და ღმერთს ვეხვეწოთ: უფალო, მოგვეცი გონება როგორ მოვიქცეთ. რომ ჩვენ და უნებურად არ გავხდეთ იმ ხალხის გვერდზე დგომის მსგავსი, ვინც ყიროდა ჯვარსაც. ამიტომ ყოველთვის გადაწყვეტილებას, როდესაც იღებს ადამიანი, უნდა დააფიქრდეს პირველ რიგში უნდა ილოცოს, ღმერთს უნდა ეხვეწოს, რომ ევედროს უფალმა მას მისცეს გონება, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს გადაწყვეტილება, როგორ გამოხატოს საკუთარი. და ის რომ უმრავლესობა ესე ფიქრობს, ანტიქრისტეს დროს უმრავლესობა ანტიქრისტეს თაყვანს ცემს. მას ღმერთად გამოაცხადებს, მის სურათებით მოფენელ მთელ სოფლიოს და უმცირესობა დარჩება, რომელიც ანტიქრისტეს არ ცემს თაყვანს. ამიტომ უმრავლესობა ყოველთვის ჭეშმარიტებას არ ღაღადებს. სახარებიდან ესეა. და ჩვენ კი ყოველთვის უნდა ვიყოთ ფრთხილად და რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას პირველ რიგში, როგორც გითხარით, უნდა მიმართოთ ღმერთს, ვევედროთ, ვილოცოთ, რომ ღმერთმა მოგცეს სწორი გადაწყვეტილების უნარი. ან თუ კიდე ეჭვი გვეპარება, ჯობია თავი შეიკავოს საერთოდ. და მეოთხე ალბათ ყველაზე სასიხარულო და კარგი. ნახეთ, როგორ უყვარდათ ისრაელში მაცხოვარი და როგორ ხდებოდნენ მას იერუსალიმში. მე შესვლას ვიძახი მაცხოვრის შესვლას იერუსალიმში დიდებით. აი ჩვენც უნდა გვახსოვდეს ეს და ყოველთვის, არა მარტო დღევანდელ დღეს, თუმცა არ გვაკლია, ტაძარში ყოველთვის არის ბევრი ხალხი, მაგრამ დღეს განსაკუთრებით ბევრი ხალხი იყო, ესე იგი რამდენი ხანი გრძელდებოდა ზიარება, რამდენჯერ დავისვენა ხა ვთლებმაც და რამოდენიმე ბარძიმით. მადლობა ღმერთს, მაგრამ გვახსოვდეს ჩემო კარგებო, მარტო ეხლა კი არ უნდა ვიყო ტაძარში და მარტო ეხლა კი არ უნდა ვწედეთ ბზებს საკურთხევლად. ღმერთმა განსაცდელი გვაცილოს, მაგრამ განსაცდელის წინაშე რომ დავდგებით და არჩევანის წინაშე დავდგებით, იესო ქრისტე თუ სხვა რამ, დედა ეკლესია თუ სხვა რამ, მართლმადიდებლობა თუ სხვა რამ, პირველ რიგში დავაყანოთ ქრისტე, ეკლესია, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ტრადიციები და მერე დანარჩენი ყველაფერი. ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა დაგლოცოთ, წილ ბნების შვიდეული გველის, საკმაოდ მძიმე კვირა, თუ აქამდე ვთქვათ რაღაც მარხულობდით, ვითომ მარხულობდით,
რაღაც არ გამოგდიოდა უკმაყოფილოები ვართ ყველანი საკუთარი თავების, აი ეს ბოლო კვირა ვეცადოთ სულ ტაძარში გავატაროთ. ყოველდღიური მსახურებებია, პირველ შეწირულები 2 შაბათს, 3 შაბათს, 4 შაბათს, 5 შაბათს, საიდუმლოს ერობის ხსენებაა და ზიარებაა, დღე როცა მაცხოვარმა აზიარა მოციქულები და ამ დღეს ყველა ქრისტიანი უნდა ეზიაროს. პირველი 3 დღის განმავლობაში მთელი სახარება 4 თავი იკითხება თავიდან ბოლომდე. პარასკევს ჯვარცმარი მაცხოვრის, მერე 12 ვნების სახარება 5 შაბათს აღამოს. შაბათს იესო ქრისტეს ოჯახეთში ჩასვლა და კვირას ყველაფერი გვირგვინდება ბრწყინვალე აღდგომით. ამიტომ მოვიკრიბოთ ძალები. დღეს ეკლესია აქვს თავს უფლებას მივიღოთ სირეოდენი თევზი, ღვინო ვიხმიოთ, შევისვენოთ ვიდღის ასწავლო და ხვალიდან მთელი მონდომები და მოშურნეები დავიწყოთ ვნების შვიდეულის სახურებები და ჩავერთოთ ბოლომდე რომ. სხვა დროს თუ გულგრილად ვექცეოდით ეკლესიას, ეს კვირა მაინც დიდი მოშურნეობით გავატართ. მოშურნეობით საკუთარი ცოდვების დანახვის და თავმდაბლობით რაც თავარია. თქვენ თუ მარხვას დაიწყებთ და ვიღაცას უმარხულებელს ნახავთ, იმაზე მაღლა თავი არ აიმაღლო და არ გეგონოთ რომ იმაზე უკეთესი ხართ. ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა დაგლოცოთ და მშვიდობით წარვეთით.